Club Georgiam კიდევ ერთი საინტერესო რბოლა შემოგთავაზა. ტრიბუნებზე მყოფი ხალხი მოუთმენლად ელოდა ავტომობილების ტრასაზე გამოჩენას. ჩვენი გადამღების ჯგუფი იმყოფება ამჯერადაც რუსთავში, რუსთავის ავტოდრომზე და იმართება შეჯიბრი დრიფტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძღოლმა უნდა მოაცუროს მანქანა ყველაზე ეფექტურად და ამას კი ყველაფერს ჟიური შეაფასებს. შეჯიბრი იყოფა 3 რაუნდად, ყველაფერი კი მარტივად ხდება, ვინც მიიღებს ჟიურისგან ყველაზე მაღალ შეფასებებს, შემდეგ რაუნდშიც სწორედ ის გადადის. ბოლელის გამოსვლა რამდენიმე პარამეტრით ფასდება: სიჩქარე, სანახაობა და სტილი, რომელსაც მსაჯები აფასებენ. მოსახვევის გავლის ტრაექტორია. არსებობს სპეციალურად მონიშნული წერტილები, რომელთა ახლოს გავლით განისაზღვრება ქულების ოდენობა. მოსახვევის გავლის კუთხე. რაც მეტია კუთხე, მით მეტია ქულა. დრიფტის ავტომობილი, როგორც წესი, დიდი სიმძლავრის მქონე ძრავით უკანა წამყვანთულებიანი ავტომობილია და ბლოკირებული ხიდები აქვს. თვითონ მონაწილეს 1 საცდელი და 2 ჩათვლითი წრი აქვს. წყვილთა შორის დრიფტი 3 რაუნდად იყოფა. პირველ რაუნდში მრბოლელები ცალ-ცალკე გამოდიან. შემდეგ რაუნდში გადასული მრბოლელები კი უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან. გამარჯვებულს 3 კაციანი ჟიური ავლენს 10 ქულიანი სისტემით. ნელ-ნელა შეჯიბრში სიტუაცია დაიძაბა. ადრენალინმა იმატა და გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გაიმართა. სამმა მრბოლელმა, რომლებაც ჟიურისგან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, სიგელებთან და თასთან ერთად საჩუქრად საწვავიც მიიღო.
ძალიან რთული მოსპარეზები იყვნენ ყველანი. და რა ვიცი, ძალიან დახვეწილი შეჯიბრი იყო ახლა. და ბოლოში ცდილობდებით უკეთეს შეჯიბრებს ნამდვილად. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, ძლიერი იყო ჩემი კონკურენტი. მიულოცავ პირველ ადგილს და შემდეგი ეტაპისთვის უკეთესად მოვიზადები. და ბოლოს ავტომოყვარულებს შეგახსენებთ. წინ კიდევ არაერთი საინტერესო რბოლა გველოდება.